თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. მიზეზი ის არის, რომ დღეს დეპუტატები თბილისის ბიუჯეტს არ განიხილავენ. უმცირესობის ბოიკოტს უმრავლესობაში არასერიოზულს უწოდებენ. ფრაქცია ქართული ოცნების წევრების განმარტებით სხდომაზე ბიუჯეტი იმიტომ არ გადის, რომ ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დასრულებულა. ეს არგუმენტი კი ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას არ აკმაყოფილებს და საკითხზე განმარტებებს პრემიერ-მინისტრისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვენ. თემაზე კომენტარი მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრიხელიძემაც გააკეთა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და გვაქვს ერთი კონკრეტული შეკითხვა. რა გეგმა აქვს ქართულ ოცნებას, ანუ დამტკიცდება თუ არა მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი ბიუჯეტი, თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდება, შემოღებული იქნება ფედერალური მმართველობა და არ შემეორდა რამოდენიმე თვით ადრე მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე დედაქალაქს თავზე დაასვავენ ირაკლი შიხიაშვილს. დღევანდელ დღის წესრიგში არ არის ბიუჯეტი შეტანილი, აბსოლუტურად სამართლებრივად რეგლამენტის სრული დაცვით მივყვებით ჩვენ პროცესებს, რაც შეეხება ჩემი კოლეგების განცხადებას, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ დღევანდელ სხდომას, ეს მათი უფლებაა, რაც შეეხება რიგარეშის სხდომის მოწევას, ესეც მათი უფლებაა, ჩვენ რეგლამენტს არ დავარღვევთ და სრული რეგლამენტის დაცვით მივყვებით ამ პროცესებს ბიუჯეტთან დაკავშირებით. მათ აქვთ პოლიტიკური მიზნები, როგორ სწრაფად ჩაიგდონ ხელში მერია და თვითონ აფართოვონ ხელი ბიუჯეტში, სწორედაც რომ ისეთი მიზნებით, რომელიც შეუფერებელია ამ ბიუჯეტისთვის და ამ განცხადებით მტკიცდება, რომ მათი მიზნები პოლიტიკურია და არა დაგიდებენ ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს.